ძალიან მარტივად ახსნადი არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს რეჟიმი არის თავისი არსით რუსული რეჟიმი და თუ გვინდა რომ რაღაც კითხვებზე პასუხები გქონდეს, აუცილებლად უნდა შევხედოთ რუსეთის განვითარებას, ოდესაც ყალიბდებოდა ავტორიტარიზმის ის ფაზა, რაც დღეს არის რუსეთში. ანუ ეს მაფიოზური სახელმწიფო, რეალურად მაფიოზური, კლანური, ოლიგარქული სახელმწიფო არ არსებობს ესეთ სახელმწიფოში არანაირი ბიზნესი, არანაირი კერძო საკუთრება. იგივე რუსეთი რო ავიღოთ ახლა ყველაფერი რუსეთში არის პუტინის, ხო? ანუ ყველას ესმის. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ესა თუ ის ბიზნესი ვიზია გაფორმებული სინამდვილეში, ვინ არის მისი მესაკუთრე და ასე შემდეგ. De facto ყველაფრის მართველი ამ შემთხვევაში და ყველაფრის გამკარგავი არის ოლიგარქი და ოლიგარქის კარზე სხვადასხვა გარჩევები დღეს ერთი კლანი იქნება ფავორში, ხვალ მეორე იქნება, იგივე მაგალითად რითი ხასიათდება ესეთი რეჟიმები, რომ თუ იგივე რუსეთს ვნახავთ, ერთ დროს ძალიან პრივილეგირებული ბიზნესმენები და დაახლოებული ადამიანები უცებ იქცევიან მტრებად და უცებ ხდება პროპაგანდის მიერ მათი გაშავება, რასაც ვადევნებთ ხო თვალყურს უცებ ფოტოებსაც კი იღებენ Facebook-იდან და რაღაც ამაძენი რუსული კლასიკური მაფიოზური სახელმწიფოს მშენებლობის ახალი ეტაპი არის სინამდვილეში, რაც ახლა ხდება, რასაც აქვს ორი განზომილება, ერთი განზომილება აქვს, რომ უბრალოდ ადამიანებს, მეწარმეებს, ბიზნესმენებს უნდა ესმოდეთ, რომ ესეც სახელმწიფოში არა თუ რაღაც თავისუფლება და ბიზნესის კეთება, არამედ რაც უკვე შექმნილი აქვს, ისიც კი სასწორზე დევს ერთ მხარეს და მეორე მხარეს მოსახლეობისთვის ეს ითარგმნება გაზრდილ ფასებში, გაძვირებულ ცხოვრებაში. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრეთ, თბილისი არის ერთ-ერთი უძვირესი ქალაქი, აგერ გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ინფლაციის მიმოხილვა და თავს იწონებენ ინფლაციით, რომ ინფლაცია არის თურმე კონტროლებადი, როდესაც მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასანქონლო ჯგუფები რაც არის, ბოსტნეული, ხილი, საკოლექტივი მედიკამენტები, ყველაფერზე ორნიშნაც და არის. ანუ სახელმწიფო სტატისტიკის მიხედვითაც კი ორნიშნაც და არის. ანუ რეალურად ოლიგარქია იყოფა ოლიგარქულ სახელმწიფოში ორ ნაწილად იყოფა. არის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ვინც თვიდან თვემდე ცდილობს რაღაცნაირად გაძლოს, გაუძლოს საკვები მიუტანოს შვილებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და არის მეორე ნაწილი, მცირე ჯგუფი პრივილეგირებული ადამიანების, რომლებიც ერთის მხრივ ფლობენ და აკონტროლებენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ რესურსებს, მაგრამ ამავე დროს ვინაიდან არ არსებობს არანაირი ინსტიტუცია, არანაირი სასამართლო, არაფერი არ არსებობს ხო ამ ქვეყანაში. რეალურად ხო რომ ნებისმიერი ბიზნესმენი მივიდეს რეესტრში და გადაფორმებული დახვდეს ბიზნესი რას იზამს, ვის მიაკითხავს. ისევ უნდა მიაკითხოს დარჩენილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დარჩენილ კრიტიკულ მედიას, რომ რაღაცნაირად საკუთარი ინტერესები დაიცვას, ხო, იმიტომ რომ არ არსებობს ჩვენ ხედავთ სასამართლოებში ეგრეთ წოდებით სასამართლოს არ უნდა უწოდოთ, რაც ხდება, ხო, არმია სრულმოწმეების ერთ მხარეს რა გვაქვს 400 ლარი და 500 ლარი ზიანის მიყენებისთვის 5 წლით 20 და 21 წლის ახალგაზრდების ციხეში გაშვება და მეორე მხარეს აგერ რამდენიმე კვირის წინ მილიარდი დაგვაკისრა საერთაშორისო არბიტრაჟმა იგივე ღარიბაშვილის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, რომელიც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა ვიხარდოთ. ჰესთან დაკავშირებით ამბობთ ეს ინფორმაცია ჰესთან და თურქულ კომპანიასთან დაკავშირებით რა მინდა გკითხოთ რა რომ დაუბრუნდეთ ახლა თემას. ზოგადად რაზე მიანიშნებს ის რომ აი ასეთი მართლობის ღიად რუსული კრიმინალური მართლობის სტილი დაამკვიდრა ივანიშვილმა. ეს ზოგადად რაზე მიანიშნებს რეჟიმის რა მდგომარეობას აჩვენებს? სხვანაირად შეუძლებელი არის ივანიშვილის რეჟიმის პირობებში სახელმწიფო იმართებოდეს. ეს არის FSB-ს და კრიმინალის ნაზავი, როდესაც ერთის მხრივ ეს არის FSB-ს სტილი ზუსტად, როდესაც ერთის მხრივ თითქოს გელაპარაკება ბიზნესმენი ან კრიმინალი სინამდვილეში მას ზურგს უმაგრებს FSB, ყველგანაირი რაღაცა სქემები, კორუფციაში ჩაძირული და ჩაფლული სახელმწიფო ინსტიტუტები, ხო ეს ხო ყველა მიცის რა გვიყურებს მაყურებელი და ყველა მიცის თუ კი ვინმეს ქონია საჯარო სამსახურებთან შეხება, განსაკუთრებით თბილისის მერიას თუ ავიღებთ საოცარ მასშტაბებზია ხო კორუფცია ასული სამსახურის უფროსები დადიან უკვე დაცვებით აღარ ვსაუბრობ უკვე უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ნახეთ რა ფოტოებს დებენ უკვე თან ეს მიღებულია ხო მიღებული პრაქტიკაა თბილისში შემოგარენში
გაიაროს ნებისმიერ ადამიანს და ნახოს სახლებს ვინ აშენებს, ხო აშენებენ მოქმედი ჩინოვნიკები, რომლებსაც არასდროს საჯარო სამსახურის მიღმა არ უმშავიათ, ხო? ანუ ეს ხო თვალნათელი აგერ დეკლარაციებში ჩანს ეს ყველაფერი, აღარ ვსაუბრობ უკვე იმაზე, აგერ ბიზნესმენებთან შეხვედრა იყო, ეგრეთ წოდებული შეხვედრა ბიზნესმენებთან, სადაც ყველაზე დაცულ ადგილას თითქოს სახელმწიფო კანცელარიაში, ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ყველაზე უფრო გავლენიანი ადამიანები მიდიოდნენ 5 და 6 კაციანი დაცვით, ხო? ანუ ეს კადრებია უკვე, რომელიც თავისთავად მეტყოლებს ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება ხა. როდესაც ყველაზე გავლენიანი ადამიანები, ყველაზე დაცული ადგილი, თუ ესეთი აყვავებულია, არავინ არ გრძნობს ამ ქვეყანაში თავს და აი გზავნილი იგივე რამიშვილის დაკავება, იგივე ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ აი ვიღაცები არ გაუშვეს ქვეყნიდან, რომ მათ ვერ გადალახეს საზღვარი, ნამორაძეზე იყო ასეთი ინფორმაცია. ფაქტია, აგერ გიორგი რამიშვილზე კი ვნახეთ რაც მოხდა, დააკავეს, ყავდათ ის იზოლატორში, მაგრამ დღეს სასამართლომ გაათავისუფლა და ის თავად ინანიებს და ბოდიშს იხდის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც აი რა გზავნილია ეს? სხვებისთვის რა გზავნილია ზოგადად და რა ეუბნება დანარჩენებს ივანიშვილი ბიზნესს, რომელიც რეალურად მასთან ისედაც ლოიალური იყო, ხო? რაღაც მეტლოიალობას ითხოვს, ფულს ითხოვს მათგან, აი რა შეიძლება აქ იყოს? ეს არ არის საკმარისი. ლოიალობა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ შესაძაც გარედან სანქციების საფრთხეა, ეს სწორე სულ უფრო მცირდება და მცირდება, რა თქმა უნდა, როგორც ყველა დიქტატურაში, ავტოკრატულ რეჟიმებში რეჟიმი იწყებს ჭამას საკუთარივე ბარტყების, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ის თulis რომ მათ რაც გააჩნიათ, მათ გააჩნიათ ეს ყველაფერი ივანიშვილის დამსახურებით, სინამდვილეში, როდესაც რუსიფიკაციაზეა საქართველო გადაქცეულია რუსეთის რაღაც გუბერნიად პრაქტიკულად და რუსული ყველა დიდი პროექტის უკან სინამდვილეში მხოლოდ რუსული ფულია დარჩენილი, ცხადია მისი გადმოსახედიდან ეს არის მისი ფული, მისი დამსახურებითაა ამ ხალხს ეს ფული და ეს არის გზავნილი რომ ყველაფერი არის ჩემი და რეალურად ესია, ხო? ანუ ეს ხალხი ვინც იბრძვის დღეს, ვინც რუსთაველზე დგას, პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები, დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერები, აქტიური ადამიანები, ზუსტად ამისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენი ქვეყანა დავიბრუნოთ და დაბრუნება საკუთარი ქვეყნის რას ნიშნავს, რომ არ შეიძლება ადამიანმა ყველაზე გავლენიანი ადამიანი რო 6 კაციანი დაცვით დადის, წარმოიდგინეთ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან მალე გავიგებთ და ტრაექტორია საითაც მიდის ეს ყველაფერი ძალიან, იმიტომ რომ იგივე თვითკოლობის ვერსიები და ასე შემდეგ რაც გადახედეთ რუსეთის პრესას გადავხედოთ, რუსეთის პრესას გადავხედოთ, ხო? ათობით და ასობით ჩინოვნიკი, ბიზნესმენი არის გარდაცვლილი და მათი უმეტესობა ზოგი ფანჯრიდან ვარდება შემთხვევით კლინიკიდან, ზოგი თავს იკლავს საერთო გარემოებებში. უბრალოდ აი რომ დაუგუგლოთ საერთოდ და მე ეს რაღაცა ცინიკური პროპაგანდა და რომელსაც რიჟვაძეზე ავცელებს და ქართული ოცნება და მათი სახელისუფლებო საღი აზრის ტესტია, ხო მე მგონი რომ ადამიანი თვითმკვლელობას ცდილობს და პირველ წინადადებას იწყებს რომ მადლობა პატრულს და მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მადლობა პარტიას იმისთვის რომ ესეთი შექმნეს ესეთი მაგარი სახელმწიფო, სადაც სამწუხაროდ ჩემი ადგილი არ არის, იმიტომ რომ მე თავიდან ხო ნუ ხა ეს კაცი გადარჩება იმედია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება და თუ მას რამე საერთოდ ჩვენ უნდა გვესწროდეს რომ ადამიანებმა ნორმალურ სახელმწიფოში იმ სახელმწიფოსთვის რომ როგორი სახელმწიფოსთვის ჩვენ ვიბრძვით ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ თავისუფალი სასამართლოს წინაშე. თუ თავისუფალი სასამართლო წინაშე ყველას მოუწევს სარდენა აუცილებლად და თუ სასამართლო გადაწყვეტს ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, ან საკმარისი მტკიცებულება არ არის რომ ეს ადამიანი კონკრეტული ადამიანები ბრალდებული იყვნენ კონკრეტულ დანაშაულში, ამ შემთხვევაში ყველა ჩვენ ბოდიშს მოუხდით, ვინც ვაბრალებდით კორუფციას და ვიტყვით რომ კი ბოდიში, იმიტომ რომ თურმე უდანაშაულო ყოფილა ეს კაცი, მაგრამ ყველა დანარჩენი უნდა აგოს პასუხი თავისუფალი სასამართლოს წინაშე. როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ რომ ჩვენი შვილებს იჭერდნენ ქუჩაში
ცემდნენ, უსაფრდებოდნენ, თავპრის ალეწავდნენ, აწამებდნენ იმ ეგრეთ წოდებულ ავადსახსენებელ მინივენებში, მილიარდობით ზარალს ნახულობდეს ქვეყანა, რომელიც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა გადავიხადოთ და ამ დროს თვითონ ევროპაში, ამერიკაში ყიდულობდნენ ამ მოპარული ნაძარცი ქონებით ფულს და აშენებდნენ აი ამ ყველაფერს. მოსალოდნელ სანქციებზეც აუცილებლად უნდა კითხოთ, არის საკოორდინაციო ჯგუფი და არის ინფორმაციები, რომ მოსალოდნელია კიდევ დამატებითი სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვისათვის მზადდება. ეს ყველაფერი თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და აი ეს ბოლო მოვლენები, რომელზეც ახლა ვსაუბრობ და რომლის ანალიზსაც ახლა თქვენ აკეთებთ, რამდენად დააჩქარებს ამას ამ სანქციებს თქვენი აზრით? გავაბატონე ეკა სანქციებთან დაკავშირებითაც და იგივე აი ჩვენ მაყურებელს რომ კიდევ ერთხელ აუხსნათ ვითარება ზოგადად რაც ჩვენს თავს ხდება ის ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება. ნაცვლად იმისა რომ დღეს ესეთი დასუსტებული და დაბეჭავებული რუსეთის პირობებში ჩვენ გავდიოდეთ ევროკავშირისკენ, საიდანაც უზარმაზარი თანხები უნდა მოდიოდეს პრაქტიკულად ყველა სფეროში, ნაცვლად იმისა, რომ ათასობით გაცვლითი პროგრამა იყოს ჩვენი სტუდენტებისთვის, განათლებაში ფული იდებოდეს, გზაზე პორტები შენდებოდეს, ახალი რკინიგზა, სწრაფი დამაკავშირებელი შუა კორიდორი. ეს არის დღეს რაც უნდა ხდებოდეს, დღეს სინამდვილეში იმხელა ფული იხარჯება რუსეთის გვერდის აავლით ტრანსპორტირებაზე, ლოჯისტიკის განვითარებაზე, რომ საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იყოს ბუმი, უამრავი თანხები, არნახული ამ რეგიონისთვის თანხები უნდა იხარჯებოდეს და ამის ნაცვლად ჩვენ ვღებულობთ ავტორიტარულ ქვეყანას რუსეთის სატელიტს, რუსეთის რაღაც გუბერნიას, სადაც მარტო ჩრდილოეთ კორეა დაჩა რეალურად რუსეთის გავლენის ქვეშ, სამხრეთ კავკასია პრაქტიკულად სომხეთში გავლენები მთლიანად შესუსტებულია, აზერბაიჯანი გადის, სირია და ახლო აღმოსავლეთში ხედავთ რა ხდება, ჩვენ მიუყვებით საფლავში აი ამ სახელმწიფოს აგრესიულ გამოსავალი რა არის გიორგი მოკლედ მითხარით და დავასრულოთ ჩვენი ინტერვიუ აი მოკლედ მაინტერესებს ამ ვითარებიდან რა გამოსავალს ხედავს გახლეჩილი ოპოზიციის გახლეჩილი არ ვიცი საზოგადოებისაც ალბათ კრიმინალური სინდიკატის სახელად ქართული ოცნების მმართველობის პირობებში რა გამოსავალს ხედავთ გამოსავალი არის ერთადერთი ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, იმიტომ რომ დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო, უნდა გვესმოდეს თუ კი ზოგი ადამიანი არის პესიმისტურად განწყობილი ხანდახან უიმედობა შემოაწვევა ხოლმე, უნდა გავახსენოთ სოფლიო ისტორია, რომ ყველა რეჟიმი სრულდება და სრულდება იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ამ რეჟიმის წარმომადგენლებს გონიათ და აუცილებლად იგივე ქართული ოცნების მხარდაჭერები თუ გვიყურებენ, ყველაზე უფრო თავგადაკლული მხარდაჭერიც კი არის თუ არის დარჩენილი, ფიქრობს რომ ივანიშვილი იქნება მუდმივად და მე ივანიშვილები გააგზელებენ ამ ქვეყნის მართვას და დინასტიას ჩამოაყალიბებენ და ეს იქნება რაღაცა საფაშო, ესე იქნება, რა თქმა უნდა, არა, ხომ? ყველა რეჟიმი, ესეთი რეჟიმები განსაკუთრებით იშლება ერთ დღეში, ეს რეჟიმიც აუცილებლად ჩამოიშლება, უბრალოდ ჩვენ უნდა გქონდეს წმენა ამ ბრძოლაში, აუცილებლად უნდა მხარი დაუჭიროთ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, ვისიც გვჯერა, იმიტომ რომ პროპაგანდამ შეძლო და გააშავა ადგილობრივ არჩევნებზე არ ვიცი თქვენი მოსაზრება, რომ მითხრათ მოკლედ და აი ასეულობით მილიონი დახარჯა ოპოზიციონერების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაშავებაში, მაგრამ ხედავთ დღეს რომ ციხეში ზიან პრინციპულად არათანამშრომლობის გამო პოლიტიკური ლიდერები და ამ პოლიტიკურ ლიდერებს სჭირდებათ ხარდაჭერა და თუ კი ვინმე ამბობდა რომ ესა თუ ის პოლიტიკური ლიდერი და გამოვიყენებთ თქვენ ეთერს და აუცილებლად მინდა რომ მათ ხარდაჭერა აღუთქვა ყველას იმ პოლიტიკურ ლიდერებს ვინც ახლა ციხეში არის არ მინდა უკვე იმდენი არიან აღარ მინდა რომ გამომჩეს ვინმე ნიკა გვარამია, ნიკა ამელია, გიორგი ვაჩოძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ადგილობრივ არჩევნებზე თქვენ რა შეხედულება გაქვთ? სწორად მიგაჩნიათ გასვლა ამ არჩევნებზე? შედეგიანი შეიძლება იყოს თუ ბოიკოტი არის უფრო სწორი გზა და ასე სწორედ პროტესტის ამ გზით წარმართვა და მუხტის კიდევ უფრო აწევა და შედეგის ოლიგარქია და არჩევნები ეს არის ოქსიმორონი ანუ ეს არის წინააღმდება, ეს არის ცხელი თოვლი. აი ამას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის პირობებში არჩევნები. არა, ჩვენ უნდა რეჟიმი უნდა დავასუსტოთ ბოლომდე შიგნიდან და გარედან და არჩევნები უნდა ჩატარდეს აუცილებლად თავისუფალი ადმინისტრაციის მიერ. შეუძლებელი არის რა არჩევნებზე ვსაუბრობთ, მე მგონი სასაცილო არის. მადლობა.